სამშაბათს და შაბათს საღამოს 19 საათიდან პირდაპირ ეთერშია ოთარ ხუფენიას საავტორო გადაცემა საუბრები ეკონომიკაზე. დღემშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვარ ოთარ ხუფენია, პროფესიით ეკონომისტი და პროფესიონალებთან საუბრობ ეკონომიკაზე. დღეს ჩემი საავტორო პროგრამის სტუმარია ცნობილი ქართველი მეცნიერ ეკონომისტი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დედა უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ბატონი ანზორ აბრალავა. მოგესალმებით ბატონო ანზორ. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისათვის. ჩვენი ტელემაყურებლებისათვის საუბრობთ, ეს მესამე საუბარია ამ პროგრამიდან გამომდინარე და უნდა გითხრათ, რომ მე როგორც ავტორს ძალიან მრავალი დადებითი გამოხმაურება მაქვს მიღებული და რითაც შეიძლება ვთქვა გულწრფელად, რომ ვამაყობ კიდეც. ბატონო ანზორ, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ამ დღეებში ორი უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა ჩვენი ახალი სახელმწიფოს ცხოვრებაში. ის გახლავთ პირველ რიგში ვიზა ლიბერალიზების საკითხი, ანუ მე ასე ვამბობ ხოლმე, რომ საქართველომ გადადგა ნაბიჯი ევროპისკენ და ევროპამაც გადმოდგა ნაბიჯი აქეთ ჩვენკენ, აი ამ ერთიანი სივრცეში სრულ ბასოვანი გაწევრიანებისათვის და მეორე, ასევე დიდი გლობალური მეგაპროექტი, რომელზეც არაერთი თაობა, თუნდაც დამოუკიდებელი საქართველოსი მუშაობდა, ეს გახლავთ აბრეშუმის გზა და პირველმა მატარებელმაც გაიარა ჩვენს ტერიტორიაზე. მე მინდა რომ პირველ რიგში ამით დავიწყოთ, მე ჩემი გულწრფელი პოზიცია გამოხატული მაქვს, მე ეს ორივე მნიშვნელოვანი მოვლენა მიულოცე ჩემს მაყურებელს და ამით საქართველოს და ვეკითხოთ თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ფრთხლად დააფიქსიროთ. მადლობთ ასეთი მოხდის შემოტანისთვის. მე ვთვლი, რომ ჩვენ უნდა გვიხაროდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი სამშობლოს პერსპექტივის დანახვა და მისი წინსვლა და ამ თვალსაზრისით მე შევეხმიანები ჩვენი ისტორიის უახლეს წარსულს, როდესაც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე იყო საუბარი, მაგრამ ის სიღრმეში იდეა, რომ საქართველოს საით წასულიყო. წასულიყო გიორგევსკის ტრაქტატის გზით, მისი ახალის შეცვლილი მოსალოდნელი ვარიანტის გზით, თუ წასულიყო სრული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზით. მე ამას იმიტომ მივაქცევ მაყურებლის ყურადღებას, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ თუ მას მუდმივად ჩვენ არ შევახსენეთ ისტორიული წინამძღოლი ფაქტები, მას შეიძლება დაივიწყოს კიდევაც ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მათმა მამებმა გადადგეს. ეს იყო ძალიან დიდი მონაპოვარი. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად ეროვნებისა, აღსარებლობისა, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად გაიცნობიერა ამ სივრცის, ამ ქვეყნის პერსპექტივა და სწორედ ეს ნაბიჯი გადადგა. შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა მას ხელი ვერ შეუშალა, იმიტომ რომ სწორედ ეს გახდა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი განვითარების. ეს იყო ძალიან მძიმე წლები და ჩვენ ახლა მივედით იმ სანუკვარ გაჩერებაზე, სადაც
ევროპამ ასე ვთქვათ გამოგიწოდა ხელი, უпростоრად ევროპას გამოუწოდა ხელი. საქართველოს არსად შესვლა არ ჭირდება, ეს სივრცე, ეს ტერიტორია უფრო მეტი და დიდი ვიდრე დღეს ჩვენმა საქართველოს ვეძახით, ორიენტირებული იყო სწორედ ახალი ფასეულობისაკენ, ახალი წესრიგისაკენ. მოგეხსენებათ, ქრისტიანობა გახდა რომის იმპერიის იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის მიღება რელიგიურთან ერთად გახდა დიდი პოლიტიკური აქტი. მე ვფიქრობ, რომ ამ მოვლენას სწორედ ასე და ამდაგვარად ჭირდება შეხედვა და არა სამხრივად და არა სხვადასხვა ისეთი ტრანსფორმირებული, მოდელირებული ფორმით. ეს უკუღმართებამ ჩვენ დაგვაშორა ამ სივრცეს და მოვიდა დრო, როდესაც ჩვენი არაერთი წინაპრის დიდი ოცნება რეალობა ხდება და ჩვენ გვექნება თავისუფალი მოძრაობის საშუალება პირველ ეტაპზე და ეს არის გზა სრული ინტეგრაციისაგან. ეს ამავე დროს ხელს შეუწყობს ქვეყნის გამთლიანების იდეას და მე უფრო შორს წავალ კიდე არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის როგორც ერთიანი ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცის ფორმირების იდეას. ჩვენ უნდა დავარღვიოთ ჩვენს ცნობიერებაში ჩამოყალიბებული კიდე ჩვენი ისტორიის გარკვეული უზუსტობებით გამოწვეული ასე ვთქვათ ჩვენი გონებრივ არეალში წარმოსახული სახელმწიფო ის არის უფრო დიდი და უფრო ვრცელი თავისი გავლენით, თავისი ეთნიკური ურთიერთობებით, საერთო კულტურით, ტერიტორიის, ფსიქიკის განცდით და ჩვენ სწორედ აქეთკენ უნდა ვიყოთ მიმართული. ჩვენ უნდა დავარღვიოთ მცირე სივრცეზე ჩვენი ურთიერთობის სქემა და უნდა ვიყოთ საერთო კავკასიური, საერთო რეგიონული აზროვნების მუხტით გამშვალული. უდაოდ ბატონო ანზორ და ორიოდე სიტყვით კიდევ აი აბრეშუმის გზასთან აბრეშუმის გზასაც აქვს თავის პრეისტორია. რა თქმა უნდა. ეს იყო ბუნებრივად გამავალი გზა ამ სივრცეზე, კავკასიაზე. მაგრამ იცით თქვენ სხვადასხვა წინააღმდეგობებმა, ომებმა, ახალი სახელმწიფოების წარმოშობამ, ახალი იმპერიების შექმნამ პლუს ამას განვითარებამ შუა საუკუნეებში განსაკუთრებით ზღვაოსნობის გადაადგილების მარშრუტების შეცვალა, მარტო ომებს არ შეუცვლია ეს, ომში მოგებულ სახელმწიფოებს შეეძლოთ გაეკეთებინათ არჩევანი და კონტროლი დაემყარებინათ, მაგრამ ზღვაოსნობის განვითარებამ, ახალი კონტინენტების აღმოჩენამ გარკვეულად ახალი მარშრუტები განსაზღვრა, მაგრამ შემდეგ რკინიგზის იდეის ასე მასშტაბურად რეალიზებამ, ასეთმა ინვესტიციურმა მაღალმა ნაკადებმა რაც რკინიგზაში ჩაიდო, ხელი შეუწყო ესე იგი ტვირთების ისევ გავლას ჩვენ რეგიონზე, როგორც უმოკლეს გზაზე ევროპასა და აზიას შორის. 19 საუკუნე ეს არის ძალიან დიდი დატვირთვის საუკუნე და მე-20 და 21 ეს მის გაყვალულ გზაზე სიარულია, როდესაც მთელი ინფრასტრუქტურა და სტრუქტურა შეიქმნა, რკინიგზა, ნავთობსადენი, გადამუშავებელი მრეწველობა ნავთობის, ქვანახშირის, მარგანეცის და ეს იყო კონტაქტი ევროპასთან და ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ის ობიექტური შესაძლებლობები, რამაც ჩვენ მოგცა ეს სინამდვილე. და ამ გზის ახალი სიცოცხლე და ახალი სულიშთაბერო არის სწორედ აბრეშუმის გზის ეს ახალი ვარიანტი. და მე სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ყოველთვის მიუხედავად რომ თქვენ იცით ჩვენ გარკვეულად კრიტიკული დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ეს არის კეთილმოსურნე კრიტიკა და არა სიძულვილის ენაზე და ბოროტებაზე აგებული კრიტიკა, რაც ამ ბოლო დღეებში მე მესმის და გული მწყდება, რომ ჩვენ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელსაც წარმატება არ უხარიათ უბრალოდ იმის გამო, რომ თავის თავს ვერ ხედავენ იქ. მე ყოველთვის ხედავ ჩემ თავს იქ, სადაც ჩემი სამშობლოა. აი მაგალითად ლუდვიგ ერხარტსა გენიალური თავისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა, როდესაც 67 წელს გადადგა კანცლერის პოსტიდან. მე მივდივარ, ტოვებ კანცლერის პოსტს, მაგრამ მე ეს როდი ნიშნავს, რომ მე მივდივარ გერმანული პოლიტიკიდან. მე თქვენ ყოველთვის ნახავთ იქ და იმათთან ვისაც დავჭირდები მე, ჩემს სამშობლოს და გერმანიას, ჩემს უძვირფასეს ხალხს. ეს იყო მისი სამშვიდობები, მართლაც ასე იყო, მას როგორც საპატიო კანცლერს მუდმივი ადგილი ჰქონდა. ამიტომ არ შეიძლება სიძულვილით უყურო, ესეც არის დიდი ნაბიჯი. მე მინდა დიდი კმაყოფილება გამოვხატო ადამიანების მიმართ, რომელთაც მასში თავიანთი ცოდნა გამოცდილება ძალიან სერიოზულად გამოიყენეს და მე კონკრეტულადაც გვექნება ჩვენ ამაზე საუბრის საშუალება. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ანზორ ასეთი პოზიციის დაფიქსირებისათვის. ჩვენც ახლა 3-40 წელი ასე ვთქვათ იწურება
და ჩემს ტრადიციულ სტუმრებს, აი ფინიშის სწორზე ამ წელს ავიწევ ხოლმე. ამითაც არის განპირობებული თქვენი სტუმრობაც დღეს ჩემს გადაცემაში. გარკვეულწილად ვაჯამებთ იმ პერიოდს, რომელიც გაიარა, ანუ ერთ წელს, რა ხდება, როგორ ხდება. მაგრამ ერთიც უნდა უთხრა გულწრფელად ჩემს ძვირფას ტელემაყურებელს, ბატონო, როდესაც ჩვენ გეგმავდით ამ გადაცემას თქვენთან ერთობლივად, ანუ საუბარი ქონდა როდის, რომელ საათზე, რა თემებზე გვექნა, მაშინ ჩვენ არ ვიცოდით ის, რაც მოხდა გუშინ და ახლა დაემთხვა კიდევაც თქვენ შესანიშნავად გაიხსენეთ უდიდესი პიროვნების ერხარდის ცნობილი სიტყვები შეიძლება ყველა ამას არ აქცევს ყურადღებას ამის უკან არსებულ ალგს რომ დიდი ადამიანები ერის მსახურებიდან გარეთ არსად არ მიდიან ისინი რჩებიან და სწორედ ამიტომაც რჩებიან შემდგომ ერის ბეხსიერებაში ასეთი კაცი გახდათ უბრალოდ თქვენს მიერ ახლა მოხმობილი ერხარდი ახლა მოდით ასე გავიხედოთ გუშინ მიღებულია გადაწყვეტილება ახალგაზრდა პრემიერი გადადგა და ნუ კონსტიტუციის შესაბამისად მოხდება ჩანაცვლება და ამაში ახლა დიდ ტრაგედიას მე პირადად ვერ ხედავ იმ გაგებით რომ შეიძლება უკეთესიც არის თუ საზოგადოება მიეჩვევა რევოლუციების აი ამ სწორედ სიძულვილზე აგებული დამოკიდებულებების და კონფლიქტების შესაბამისად ცვლილებას არამედ გარკვეულ ცვლილებებს რიგი და რიგი მიზეზებისა გამო საზოგადოებას თანდათან უფრო გაიგებს მეტი ინფორმაცია იქნება იმისა თუ რატო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული როგორანაირად მაგრამ ამაში ალბათ ტრაგედია არ უნდა დავინახოთ აქედან გამომდინარე ბატონო ანზორ ლოგიკურია ჩემი მხრიდან ასეთი კითხვა დავსვა თქვენთან ადამიანთან რომელსაც კლასიკური ეკონომიკური განათლების გარდა იცის ჩემმა ძვირფასმა საზოგადოებამ რომ თქვენ პარლამენტარიზმის გამოცდილებაც გაქვთ სახელმწიფო მოხელეობისაც და აი ახლა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი იქნება თუ შეიძლება ასე ვთქვათ ღია ეთერში ვიფიქროთ ახლა კონსტიტუციის მიხედვით ახალმა პრემიერმა მის გუნდთან ერთად უნდა წარმოადგინოს ახალი ეკონომიკური პროგრამა და აი სწორედ ამ პროგრამასაც უნდა უყაროს კენჭი პარლამენტმა და არა მხოლოდ ინდივიდებს და გვარსახელებს ასე გვიწერია ჩვენს ძირითად კანონში. მოდი ასე დავიწყოთ ბატონო ანზორ. თქვენ აი ამ გამოცდილების ადამიანი როგორც გიცნობთ მთელი საზოგადოება. რა არჩევები შეიძლება უნდა მივცეთ ახლა იმ გუნდს რომელიც ალბათ ზის სადღაც გარკვეულ ალბათ სპეციალისტებთან ერთად და მუშაობენ პროექტზე ანუ პროგრამაზე. აი დავიწყოთ. ალბათ ეს პროგრამა უნდა ეფუძნებოდეს პირველ რიგში იმას რომ კვალიფიციური და კრიტიკული ანალიზი არსებული პროგრამის კრიტიკულს იმას გულისხმობ რა შესრულდა რა ვერ შესრულდა მიზეზების კვლევით და თქვა სად არის გარღვევა საჭირო ანუ ის რასაც მართლა პროგრამა ქვია ანუ მკვეთრად გამოხატული მიზნები ამოცანები შესრულების ვადები და კონკრეტული შემსრულებლები ხა პროგრამის ასე მოკლე და ყველაზე მარტივი დეფინიცია ასეთი გახლავთ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი თემის მოწოდებისთვის მე ვთვლი რომ გუშინ რაც მოხდა ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანს აქვს შინაგანი მოტივები არსებობს გარეგანი მოტივებიც და მისასალმებელია რომ ამ ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდეს ძალა ენერგია რომ მას მიიღო თამამი გადაწყვეტილება ну ზოგნი თვლიან რომ ეს ბიზნესი ვაჟნიშვილთან შეთანხმებით მოხდა ვიღაცასთან შეთანხმებით ამას არა აქვს მნიშვნელობა ეხლა ეს აკვიატებული აზრები არის რამოდენიმე ფრაზაა და მოხდა ფაქტი მე ძალიან კარგი ფაქტი როდესაც საკუთარი თამამი აზრი გამოხატა და პრემიერ-მინისტრი გადადგა არა იმის გამო ეხლა ბევრნი გამოდიან და იძახენ ისე მეუბრუნდები სიძულილის ენას მე გვარსახელებსაც დავასახელებ იცით არ შეიძლება ეს ინკოგნიტოდ ვილაპარაკო აი რასაც მაგალითად ქალბატონი ჩორგოლეიშვილი მისი აი დაძმა გეგონება მისი მეუღლე და ეს ბოკერია ისინი საუბრობენ ამას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს კულტურასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს მეცნიერებასთან ჩვენ საზოგადოებრივ ყოფასთან და სხვაები სხვათა შორის ზოგიერთები მოზომილები მე უსმენ მაგალითად
პეტრეცის კარიშვილის დროს ოპოზიციური იყო, კრიტიკის უფლება ყველას აქვს. ზოგიერთად მე ჩვენ არ მინდა. მე ერთ ვიტყვი ბატონო, ახლა გვარების რიცი თქვენ ჩემი გადაცემა ყოველთვის გაურბის ხომ რაღაც პოლიტიკურ თემებს ავიღებ. აი პირდაპირ ვიტყვი, მაგალითად ბატონი ვიქტორ დოლიძე ოპოზიციაში გამოვიდა კაცი და ცალსახად დაუჭირა მხარი ბატონ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას, თქვა ეს თუ მოხდა, მე მივესალმები ამას. აი ახლა როგორ დგას საკითხი? წავიდა ნორმალურია, დიდი მადლობა უნდა ვთქვა ახალგაზრდა პრემიერს, რომელიც ვიცი უკვე ყოფილი პრემიერს, რომელმაც იმუშავა, მე რა ჩვენ კრიტიკული და ჩვენ სიძულვილი კი არ გვამოძრავებთ, გინდა საქმე უკეთესად ყოფილიყო. მან რაღაც ამ დიდ ეტაპს დაუკავშირა თავისი მოღვაწეობა და მისცა ახალი აზროვნებისათვის, ახალი ენერგიისათვის, ახალ ძალებს შესაძლებლობა. და არაფერი ცუდი არ არის ამაში. და ასე უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში. თუმცა მას შეეძლო ეს ვადა ბოლომდე მieყვანა. არაფერი არ იყო მაშინ დასაძრახი. ყოველ შემთხვევაში ის ძალა, რომელსაც უნდა ეს რაღაც მაგალითად ქალბატონი ირმა ნადირაშვილი. ასე არ საუბრობენ, ასეთი სიძულვილი ის. მე უბრალოდ მართლა გეუბნები, მე მინდა ვთხოვო მათ, მე მათ მივიჩნე, მაინც ამ ქვეყნის შვილები არიან, რომ აი ცოტა სხვანაირად შევხედოთ ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება აი ასე საუბრობდეს, ადამიანები ასე მოიწამლონ, ადამიანები ზიზღით ასე გძულდეს, და სიძულვილი სამეგრელოში იციან, რძალს ეკითხებიან, რომ ხო მაყოფილი ხარო დედამთილის, მამამთილის ხო ყველაფერში გეკიო, მაგრამ აბა რატო გაქვს პრეტენზია? აი მათი კარგი არ მინდაო. მათი კარგი გაგეთ. არ შეიძლება. ეხლა ამას თავი გავანებოთ. ეხლა რაც შეეხება სამომავლოდ. აი ხა სამწუხაროდ თავრობას გამოკვეთილი კონცეფცია არ გააჩნდა და არ გააჩნია. ეხლა რაში მდგომარეობს ეს? თუ მას აქვს ასეთი კონცეფცია, რაღაცა ექნება. ეს უნდა იყოს ძალიან მარტივად და გასაგების საზოგადოებისათვის. მთელი განვითარების არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელისუფლებო დოქტრინა, სახელისუფლებო კონცეფცია უნდა იყოს გასაგები და შეგრძნებადი. ეტაპობრივად უნდა იყოს შეგრძნებადი. თუმცა მე ვთვლი, რომ ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთდა. მთავრობამ ვერ შეძლო ამის მიტანა ფართო საზოგადოებამდე, ამის რეკლამირება, იმიტომ რომ სხვათა შორის ისინი არ არიან პიარზე აგებული და ცუდია, ზომიერი პიარი საჭიროა, გადაჭარბებული არ არის. აუცილებელია. ეს საჭიროა. მაგრამ ეს არ იყო სისტემური ხასიათის. ეს იყო ხშირად რაღაც კამპანიური ხასიათის, არ ქონდა მას ესე იგი რაღაც ესეთი მეთოდოლოგიური სახე და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა. აი მაგალითად კონკრეტულად. ჩემთვის ეს უკვდავი მიდგომა არის პიროვნული თავისუფლება, რაშიც იგულისხმება მისი ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება, სოციალური სამართლიანობისაგან სწრაფვა და ეკონომიკური ქმედუნარიანი საზოგადოება. ეს არის სამი პრინციპი და მის გარშემო ჩამოყალიბებული სრული სახელმწიფოებრივი წესრიგი, რომელსაც უნდა მოიცვას ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციალური სფერო და სამართალი. ეს არის ფორმულა, თუ ჩვენ ამის გარშემო დავждდებით, ადვილი გასაგებია რა უნდა გავაკეთოთ. ამიტომ მე ვთვლი, რომ მთავრობაში ასეთი სისტემური აზროვნების დეფიციტი არსებობს. ამიტომ თუ მთავრობა გადადგავს ერთ ნაბიჯს და მთავრობა გახდება კოალიციური, სწრაფად შეიძლება ახალგაზრდა კადრებისაც შუა ასაკის და მის საკონსულტაციო დონეზე მიწვევა ხალხის, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური ამბიციების ჩაცხრობასაც და საზოგადოების კონსოლიდაციასაც და აზრთა რაღაც ერთ პრიზმაში თავმოყრას. ეს აუცილებელია მოხდეს. არ შეიძლება იგნორირება. აი ახლა არის რომ არავინ არ ჩანს, იმიტომ რომ ჩვენ დაუმალეთ საზოგადოებას და ახლა თქვენი გადაცემა გასაგებია, მაგრამ არის ტელევიზიები, რომლებიც მაგალითად სხვა რაღაცით არიან დაკავებული. მართალია. ესენი პირდაპირ თქვა ჩვენ რაღაც ჩართული არიან პოლიტიკურ ორგიებში. მათი ნებაა. სხვათა შორის თუ ნებას მომცემ ვიტყვი. აი აქა წააგო ოპოზიცია. ოპოზიცია რასაც ეძახის და იგი ყოველ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობა. მათ ჰქონდათ გეგმა რევოლუციის მოხდენი და არაერთი თემის სამოწევა ყველა ჩაუვარდათ და მოხდა ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა. აი მაგალითად რუსთავი 2 საქმე პირწმინდა წააგო სააკაშვილმა და თვითონ რუსთავი 2-მა. რატო? ვითომ დევნიან თავი. მოდი ვთქვათ რუსთავი 2 დაეხურა მთავრობას ამათუ ინფორმით. იმდენი ტელევიზია ბოლოს აგერ შემოვიდოდნენ, გადაიხდიდნენ ფულს, დაждდებოდნენ და დაიწყებდნენ თავიანთი იდეების ტირად. დღეს ეს ადვილია, არ არის ეს. უბრალოდ ეს შეეპუტა, დაიღალა საზოგადოება. აჩვენა ხელისუფლება, ვინც გეგმავდა, როგორ აჩვენა, რომ აი ბატონო პირველ ინსტანციაში წააგო რუსთავი 2-მა. აი საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე მოიგეს. სხვა ინსტანციებში მოიგეს. ხო არის ხო არავინ არ გაუნთავისუფლებიათ, არავინ არ დაუჭერიათ, არავინ არ დაუსჯიათ, არავის ოჯახის წევრი არ
ესაა დემოკრატია, ახლა იყვირო რომ არ იქამ დევნიან, არავინ არ გდევნის. მეორე, თვითონ სააკაშვილის საკითხი. სააკაშვილი ქართული პრობლემიდან გადაიქცა უკრაინულ პრობლემას. ისე გადააბარეს უკრაინას, ახლა 23 მილიონიან საქართველოში თუ ტრიალებდა ამის ძირითადი პრობლემა. ძალიან ტექნიკურად მოხდა ეს და უნდა უთხრა ამათ, რომ აი რეალობას და დაუკვირდით, თქვა მოგიძველდათ ეს მეთოდები. ეს სიძულვილზე ორიენტირებული ტერმინები, ეს ბოღმას, აი რა გაგიკეთათ თუ გინდათ ივანიშვილმა, თუ მას აბრალებთ, ამას ძალიან კარგად გაგიკეთათ და ჩაგიტარათ გაკვეთილი. სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე. სააკაშვილი გახდა უკრაინის მოქალაქე და არა რიგითი მოქალაქე, ის არის მაღალი თანამდებობის პირი და ის კონფლიქტია კონფრონტაციასა რევოლუციით, დემოკრატიისა და თავისუფლების იდეით, ევროპული ორიენტაციის იდეით მოსულ ხელისუფლებასთან. ამიტომ სააკაშვილი, ასე ვთქვათ, გადაამესა, გადააკონტეინერეს უკრაინაში და არის უკრაინული პრობლემა. ეხლა ესენი ვერ ხვდებიან 100-ით 0 თუ მე 100 ქულიანი მოუგო ხელისუფლებამ. არა ვარ მარტო, ჩვენ ფაქტები და ლოგიკის ხელისუფლება მოჩანს როგორც დემოკრატი, როგორც ჰუმანური და თქვენ მოჩანს არა გვდევნიან და არავინ არ გვდევნიან. ახლა ახალი თემა აიჩენეს კიდევ, თომ კორუფციის, თომ რაღაც. ეს მათი აქაც პირს მინდა წააგებენ. მე რატომ ამბობ ამას? ჩვენ სხვა რაღაცა გვაქვს გასაკეთებელი. პოლიტიკურ სპექტრში უნდა დუღდეს და გადმოვიდეს რეალური კონკრეტული პროგრამების გარშემო დიალოგი, კონცეფციების გარშემო, მეცნიერული მსჯელობა. თქვენ უყურეთ ხალბატონმა გოცირიძემ რა უქნა ჩორგოლეიშვილს პირდაპირ ეთერში. ნუ ეს ადამიანი, რომელიც რაღაც იმაზე არის პროვოკაციაზე აგებული, ამ ხალბატონის სიდინჯემ, ისმა პროფესიულმა საუბარმა პირდაპირ დააყენა ფაქტის წინაშე. რა არის რასად გადის ზღვარი ცოდნასა და უცოდინრობა შორის. რა თქმა უნდა. ბატონო აზორ, მოდით ასე შევხედოთ საქმეს, რომ ამ ახალმა მომავალმა გუნდმა, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნისას, რომ მიიყვაროს ფედერალურად მომავალ არჩევნებამდე, ან ყოველგვარი კონსტიტუციური წესების და ნორმების დაცვით, ეს იქნება მისი უმთავრესი დანიშნულება, მაგრამ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, თქვენ ბრძანეთ ეს და მეც მინდა ამას მკვეთრად გაუსვა ხაზი, რომ აქაც უნდა იყოს დაცული კონსტიტუცია და უცილობლივ უნდა წარმოდგეს, ახალი გუნდი უნდა წარმოდგეს ახალი პროგრამა. საქმე რაში არის ბატონო აზორ? აი ცოტა პრაქტიკული რაღაცებისკენაც მივყვეთ, რომ აი გავიხსენოთ, არის პროგრამა 2020-20, ასე ვთქვათ, და ვიცით ეს შემუშავდა ჯერ კიდე ბატონი ივანიშვილის პრემიერობის დროს, მაშინ ძალიან მცირეოდენი შენიშვნების გარდა არაფერი არ მომხდარა და გადადიოდა შემდგომ ყოველ წლის პროგრამაში, მათ შორის ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში. აი თუნდაც ახლა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ის ფორმულირებებია გადმოსული. მე ვთვლი და აი თქვენი აზრი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მაყურებლისთვის, რომ აი აქაც ცვლილება შესატანია. რატომ? თუნდაც რატომ? აშკარაა გარღვევა, რომელიც ვერ შეძლო ხელისუფლებამ და არადა ეწერა პროგრამაში 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში და ეს გადადიოდა მე სამთავრობო პროგრამებში, მაგალითად ეს საკითხები, რომ ჩვენ გვექნება პროგრამული ბიუჯეტი, ხედავთ რომ არ გვაქვს, რამდენადმე უკეთესია ვინმე წინა წლებში იყო ბიუჯეტების თვითონ სტრუქტურა, იმ გაგებითაც რომ თქვა ეგრეთ წოდებული სხვა ხარჯები და ასე გაუშიფრავი და დაუზუსტებელი მუხლები ბიუჯეტში მკვეთრად არის შემცირებული, მაგრამ მაინც არ არის პროგრამული საბოლოოდ. ამას სხვა შორის ბევრი სპეციალისტი ოცნებაში, ეკონომისტები, რომლებიც პარლამენტში არიან, აი ახლა ბოლოს ბიუჯეტის დამტკიცების დროს აღიარეს კიდევაც საკითხი მივდივართ, მაგრამ არ ვართ მისულიო. ან მეორე დიდი საკითხი, როგორც არის სოციალური პოლიტიკის დაფუძნება სადაზღვევო პრინციპებზე. ის რაც საყოველთაო ჯანდაცვაში კეთდება, უდაოდ ყველა ვესალმებით ამას და ვამბობთ, რომ კარგია, მაგრამ ძალიან შორს ვართ იქიდან, რომ ეს დაფუძნებულია სადაზღვევო პრინციპზე. შორეულ პერსპექტივაში ეს არ გამოდგება. ხო, რა თქმა უნდა არ გამოდგება, ამიტომ ვამბობ სადაზღვევო პრინციპებზე ვერ არის დაფუძნებული ჯერ. საპენსიოზე სასახად უნდა ვთქვა, ბატონო აზორ, ეს ჩემი პროფესიული ინტერესია ყველაფერთან ერთად. საერთოდ ხელზე არ არის დაკარებული და რაღაც ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც იყო ეკონომიკის სამინისტროში ეგრეთ წოდებული საპენსიო ოფისის სახით, აი ხა წარმოადგინეს დოკუმენტი ვითომ რეფორმისა
და უბრალოდ საოცარია ხა არაპროფესიონალთა ჩვევაა ეს ბატონო აზორ ეს ბედა თქვი კარგად ვიცით ვისაც შეხება გქონდა უმაღლეს სკოლასთან და გვაქვს ხო აი არაპროფესიონალი ყოველდღე აღმოჩენებს აკეთებს თვითონ გებულობს რაღაცა და გონია ეს აღმოჩენა ეს შევა გამოვიდა და ბავშვებმა წარმოადგინეს ბავშვებს ეძახე ხა ჩემი ასაკიდან გამომდინარე და თქვა პროფესიული გამოცდილებიდან წარმოადგენს სქემა რომელიც 1996 წელს იყო შემოთავაზებული ჯერ კიდე იმ ხელისუფლების დროს ერთ-ერთი ჯგუფის მიერ და თქვენი მონამორჩილი მაშინ სახელმწიფო მოხელი გახდეთ და მე თემა დავბლოკე ძალიან მარტივად დავბლოკე ერთ მაღალ კაბინეტში და უთხარ თუ ომი გინდა დავიწყოთ ომი ამბობ მე თქვენ მოგიგებთ ამას უწოდე მაშინ ალდაკი 2 ეს არის შემოთავაზებული მცირეოდენი ცვლილებით 2016 წელს მაგრამ საოცრება კიდე უარესია ბატონო უარესიაშია იცით რომ მიბმულია ეს საშემოსავლო გადასახადთან როგორც ერთ-ერთი წყარო კერძო საპენსიო ფონდების ფორმირების მაგრამ ეხლა ამ ჯგუფმა იცოდა თუ არ იცოდა მე ეს არ ვიცი მაგრამ 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში თითოეული ლარი საშემოსავლო გადასახადისა მე ციფრიც მახსოვს 2 მილიარდი 99 მილიონი ლარის დონეზე გაწერილია იმ ბიუჯეტში ასე რომ წყარო ამ რეფორმის დაწყებისა არ არსებობს ფინანსური წყარო აი ესეთ იწილო გამოუვიდა ახლა ახალმა გუნდმა მე მგონი ამას შეფასებაც უნდა მისცეს სათანადო და ვთქვათ ვიცით უკვე რა ამ წელს ეს ვერ მოხერხდება მაგრამ გადასასინჯია ეს სქემა და აი აქ არის ის რაზე თქვენ მიანიშნებდით და აბსოლუტურად სწორად არ არსებობს ქვეყანა ბატონო აზორ პოსტსოციალისტური სივრცის აქ საბჭოთა კი მთლიანად პოსტსოციალისტური სივრცე ამას რამდენიმე ადამიანი ათეული წლებია ვსწავლობთ ამ ქვეყანაში და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ საზოგადოებასთან დიალოგის გარეშე ასეთი ტიპის რეფორმა არავის არ გაუკეთებია ახლა ეს პატარა ჯგუფი რაღაც რო იყო შექმნილი რა დიალოგი რის დიალოგზეა საუბარი გვარსახელები რო წავიკითხე არც ერთ კოლეგა იქ მე ვერ ვნახე რომ ამაზე რა სტატია მაინც კონდეს დაწერილი და სხვა რამეზე არ არის საუბარი აი ეს გადასახედია ასევე ხალხს უსვამ კიდე ერთხელ ჯანმრთელობის ნაწილშიც ნელ-ნელა საუბარია დასაწყებია საყოველთაო ჯანმრთელობაზე მე მადლობელი ვარ თქვით ეს თანდათან თუ ასე გაგრძელდა უძირო ქვაბს დაემსგავსება და მოხდება ის რაც უკვე მოხდა პირველი სიმპტომი ჩვენ ვნახეთ უკვე ბატონო აზორ და მე ამ ჩემი პროგრამიდან ამას ვატირაჟებ და უხსნე საზოგადოებას ნოემბერში დაემატა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს 96 მილიონი სულ 470 მილიონი 470 მილიონი და 96 მილიონი რო გაგექცევა ბიუჯეტი გაგექცევა როგორც ჩვენ ეკონომისტები ვამბობთ იქ ხომ სიმპტომია ის არ ვიცი რაღაცებშია საქმე ასე რომ აი ესეც უნდა აიცახოთ ჩემის აზრით გარკვეულწილად პროგრამაში რომელსაც წარმოადგენს გუნდი და ასევე ბევრი სხვა რამე მაგალითად პროგნოზირების ინსტიტუციის შექმნა რომელიც არ გვაქვს საუბარია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აი სადაც ჩვენ ბევრი მეგობარი და კოლეგა ამის თუ სპეციალისტები არიან საქართველოში ოღონდ არ არიან რომელიმე პარტიული კუთვნილების არამედ არიან უმაღლეს სკოლაში ჩვენი პროფესორა მოდი ესე ვთქვა სხვაში ახალგაზრდებით საკმაოდ ბევრი არიან მაგალითად 2 თქვენი დოქტორანტიც პროფესორად უკვე დოქტორები აი ამ ადამიანებს უნდა მოუხმონ ალბათ ესე ჩემი შესავალი პოზიცია და დაარჩენი ახლა თქვენთვის ჩვეული გულწრფელობით მე უნდა გითხრათ რომ ამ კუთხით პრობლემა ბევრია და ყოველთვის იქნება. ეხლა ლაპარაკი ეს რაღაც მოექცეს, მიმართულება მიეცეს, რომ მე ამ მიმართულებით მოხდეს მათი განვითარება. მაგისტრალური ხაზი უნდა, ანუ სტრატეგიული კურსი უნდა განისაზღვროს. მე უნდა გითხრათ, რომ აი საერთოდ ეკონომიკური პრობლემები ვერ მოგვარდება. იმიტომ რომ თუ არ იქნება ბიუჯეტის ფორმირების რეალური წყარო, ჩვენ სამი წყარო ვიცით რა, ეს არის გადასახადების მნიშვნელობით, ეს არის უცხოური გრანტები და სასხები. დიახ. მაგრამ სასხი უბედურება კი არ არის. ვალი, გადახდის უნარიანი უნდა იყოს, შეგაძლოს. ჩვენი ეკონომიკის დოლარიზაციის დონე ძალიან მაღალია, 70%-ია. ეს არის მაღალი. ექსპორტ-იმპორტის ბალანსი კატასტროფულია. ეს არის უარყოფითი სალდო. კი. იმპორტის სასარგებლოდ არის, აი ექსპორტი არის ძალიან დაბალი. ეხლა მე ვთვლი რომ ასეთი კონკრეტული უნდა იყოს საუბარი. ჯერით ჩვენ უნდა გქონდეს ინდიკატორი დაგეგმა. ინდიკატორი გეგმა და მეორე უნდა იყოს პროგრამულ მიზნობრივი ბიუჯეტი. დიახ. აი ეს პირდაპირ სახელი უნდა ერქვას ამას თავის. დიახ.
ეს უნდა იყოს კონკრეტული პროგრამა. მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან კარგი პროგრამა გაკეთა სოციალური მიმართულებით და ჯანდაცვის. ეს არის ცეკეპატიტის წინააღმდეგ. ეს არის ხსნა ჩვენი მოსახლეობის დაავადება. ეს არის დიდი საქმე, ისტორიული საქმეა ჩვენთვის, რომელიც არის და ესეც ზოგს არაფრად ენანება რა არის მერე და რა მოხდა. არ შეიძლება გაუბრალოს სახელმწიფო მაიღო ღიად, მაგრამ მე რა მინდა. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს თვითონ ეკონომიკურად შემოქმედებით პროცესში ჩართული. ჩვენთან უნდა იყოს ეკონომიკური სუბიექტთა სიმრავლე. ამიტომ ქვეყანას ჭირდება მაღალი კონკურენტული გარემო, რაც არ არის საქართველოში. აი მთელი მედია საშუალებები, მთელი საინფორმაციო საშუალებები მიმართული უნდა იყოს თქვათ საბაჟოებისაკენ რა ხდება იქ, რატომ არის რომ ერთ ჯგუფს განუსაზღვრელი რაოდენობით შემოაქვს ყველაფერი, მეორე ჯგუფს გრამი ვერ შემოაქვს. რა არის ეს? რასთან გვაქვს საქმე? რა სახის მონოპოლიებია? სად არის საჭირო სახელმწიფო მონოპოლია? სადაც ბუნებრივია გასაგებია, ხელოვნურად სად არის მონოპოლიზებული ბაზარი? ამას თუ არ მიეხედა, ეს საუბარი სხვაგან წავა. ამაში ერთ-ერთი უარყოფითი მიმართულება არის ჩვენი მოსახლეობის დაბალი განათლება ეკონომიკის საკითხებში. მან არ იცის წესიერად რა უნდა და მეორე ჩვენმა მოსახლეობამ განსაკუთრებით სოფლად არ იცის მენეჯმენტი. ამიტომ თუ რამე პროგრამა უნდა განხორციელდეს, იმისათვის რომ ეს მიმართულება იქნეს დაძლეული. ერთი კიდე კოოპერირება აუცილებელი როგორ შიდა სივრცეში სამეურნეო სივრცეში ისე მეზობელ ქვეყნებთან. ვინც ამ კოოპერირების პროგრამით იმუშავებს? უცხოურ კომპანიებს, მათ უნდა მიეცეს მონდიალური საშუალება ურთიერთობები. იმუშაონ პირდაპირ ყოველგვარი სახელმწიფო ბიუროკრატიის გარეშე. მით უმეტეს, როდესაც ეხლა ვიზა ლიბერალიზაცია ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენ. ყველა ვინც თან მაღალ ტექნოლოგიურ დარგებში, ინოვაციურ მიმართულებებში მოახდენს წარმატებულ ფირმებთან თანამშრომლობას, კოოპერირებას, მცირე რაღაცის შექმნას, პრაქტიკულად უნდა გამანთავისუფლოს ჩვენ გადასახადის საათები, რომ ფეხზე დადგნენ და ქვეყანაც განვითარდეს ინოვაციურ მაღალ ტექნოლოგიურ ბაზაზე. ეს თუ როგორც პრინციპი არ იქნა აღებული, ჩვენ ამას ვიგნებით ერთ ადგილას, მაგრამ მე ისი იმედი მაქვს ამას რომ ჩვენ ხალხს გენეტიკურად გააჩნია მისწრაფება ინტელექტუალური შრომისაკენ. ჩვენ ერთნიშნულოვნად უნდა თქვა, საქართველოს შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემაში უნდა იბრძოლოს მაღალი ინტელექტუალური სეგმენტის დაკავებაზე. ეს ავტომატურად ნიშნავს განათლების პრიორიტეტულობაზე მივადი იმაზე, რაც ვინდა. ყველა ამ პრობლემას, რასაც თქვენ ბრძანებთ, თქვენ თქვით, რომ აი განათლების პრობლემა არის, ცოდეთ განათლების სამინისტრო და მეცნიერების სამინისტრო ერთდროულად არის ეს. კონკრეტული გეგმა უნდა წარმოადგინოს, არა ბუნდოვანი, არა ორაზროვანი, არა ის რომ რაღაც შელამაზებული კონკრეტულად. მე სამ მიმართულებას ვთავაზობ მათ. პირველი ჩვენი უმაღლეს სასწავლებლების განსაკუთრებით საჯარო სამართლის იურიდიული პირები რომლებიც არიან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მეორე პროგრამული ნაწილი რომელიც იქნება უნიფიცირებული მაღალ განვითარებული ქვეყნების და არა განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების მაღალ განვითარებული ქვეყნების საგანმანათლებლო პროგრამებთან და მესამე შეეხება პროფესორას ცოდნის გენერირების, გადაცემისა და რეგენერირების საკითხს. აი ეს სამი კომპონენტი უნდა ახლა უკვე როგორც ფორმულა ისე ჩამოუყალიბე მათ. და თამამად მე ძალიან კარგად ვიცი განათლების სისტემას რა ჭირდება. ეს სამი კომპონენტი დასვან და ხალხი ადვილად დაინახა. შეიძლება თუ არა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც უდაოდ დიდ ხარდაჭერას საჭიროებს. რექტორი დღეს ძალიან კარგად უძღვება საქმეს, მაგრამ მას სჭირდება დიდი მხარდაჭერა იმისთვის, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეცვალოს. აქ უნდა ჩაერთოს როგორც სახელმწიფო კი არა. ეს უნდა იყოს რაღაც როგორც საერთო ეროვნული მოძრაობა. ჩვენი განათლების სისტემის ფეხზე დაყენებისათვის, ვინც ამ უმაღლეს სასწავლებლებს სწავლობდა, ვინც არიან ბიზნესში, ვინც არიან აქვს, ყველა მკეთილი ინებოს და შექმნას განათლების განვითარების სტრატეგიული ფონდი. და აი ამ ფონდის ხარდა ჩვენ ეხლა გეტყვით მე ჩვენი განათლების სისტემა სად იყო შუა საუკუნის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და სარაჯიშვილის სურათი რო გიგეთ შეწირა კაცო იმ კაცმა სიკვდილის ანდერძით აკაკი ხოშტარია მას აკეთებდა ხანუმას როლის შემსრულებელი პირველი ქალი გახდათ ნატო გაბუნია აქვსენტი ცაგარელის მეუღლე ამ პიესის ავტორის
ეს ხალი დადიოდა სოფელ სპექტაკლებს დგამდნენ იქიდან მიღებული შემოწირულობებით განათლების ქსელს ანვითარებდნენ და ერთ-ერთი ასეთი გასვლითი სპექტაკლის დროს ქარელში გაცივდა და შემდეგ გადაყვამას დაიღუპა. იყო ეს თავდადებული ხალხი გაცოდა. ეხლა ჩვენ არაფერი გვიჭირს ამისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ასევე მხარდაჭერა ჭირდება. ყველას პირველ რიგში საჯარო. რაც შეეხება კერძ უმაღლეს განმან მაგ უნდა ჩვენ შევთავაზოთ კონკრეტული. ქაოსია ჩვენ პირდაპირ ვთქვათ. მათ მხარდაჭერა ჭირდება. არსებობს ძალიან ესე იგი კარგად შემიღბული ჯგუფი, რომლებიც ხელს უშლის ამ უმაღლესი სასწავლებლების განვითარებას. ჩვენ ჯერ ერთი მათ უნდა შევთავაზოთ კოოპერაციის კონკრეტული დამუშავებული სქემა. მოხდეს მათი გაერთიანება, შიდა ავტონომიურობა შეინარჩუნონ, მაგრამ იყოს მოთხოვნები. როგორი უნდა იყოს აუდიტორია, როგორი უნდა იყოს სპორტულ გამაჯანსაღებელი ნაწილი და ეს მაღალი სტანდარტი რო გავუგებთ, მივცეთ მათ უნდა ჩვენ ამისათვის დაბალპროცენტიანი სესხები, გინდა სახმარებები, გზელვადიანი სესხები, როგორი ფორმას არ უნდა იყოს, რომელიც მას სტიმულს მისცემს, ფეხზე დადგება ეს უმაღლესი სასწავლებელი. არ შეიძლება ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელი ყოფილ აბანოებშია გახსნილი. არ შეიძლება ეს სირცხვილი ეს ქვეყნისათვის. ათასნაირ სიგელებს გამოაკრავენ და ეს გონით არ არის ეს. გენიალური ბავშვები არიან. ამათ ჭირდება მხარდაჭერა, ამათ ჭირდება 4 წელი სწავლის, გავა 4 წელი მერე მეორე თაობა მოდის იცი. არა. ჩვენ უნდა ისინი მოვაქციოთ ძალიან მაღალ განვითარებული ეკონომიკური და საგანმანათლებლო სივრცის ფარგლებში და ჩარჩოში. ეს თუ არ გაკეთდა, მე ამიტომ ვამბობ, ახალმა მთავრობამ კონკრეტულად უნდა წარმოადგინოს. ეს მარტო განათლებაზე. ასევე ჯანდაცვაზე, როგორც თქვენ ბრძანებთ. ეგ ძალიან ბევრი რა გაკეთდა. ეს არის თქვა ბატონის სერგენკოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის ქვეშ გატარებული ღონისძიებები. მე მას ვწოდებდი სიტუაციურ მიდგომას. ჩვენ ახლა გვჭირდება სისტემურ მიდგომაზე გადასვლა. უდაოდ. აი თუ ეს არ მოხდა, ბატონის სერგენკოს ინიციატივა მარტო საკმარისი არ არის. მას ჭირდება საერთო სახელისუფლებო სტრატეგიული კურსი და იმის ჩარჩოში ასეთი მინისტრი ძალიან მეცვადა შორის მე არაერთხელ მეთქვი კიდევ ამბობ მე მადლობას ვუხდი რომ ეს არის ძალიან კარგი მინისტრი. იმ ჩარჩოში იმ ფარგლებში გენიალური არც არ მოწონთ. ეხლა რაც შეეხება პენსიების საკითხს. ეს არის საზოგადოება, რომელსაც ეს პრობლემაა. ერთდროულად შეიძლება დაგროვებითი პენსიები წავიდეს. როგორც არის ეს ძალიან აი მაგალითად ჩემი შვილი უცხოეთშია, მუშაობს HSBC ბანკში. მას უკვე უქმნიან იქ 28 წლისა და უქმნიან საპენსიო ბაზას. რა თქმა უნდა. ფული ბრუნვაშია. რა თქმა უნდა. და იქ პენსიონერი არ ნიშნავს ის იმ პენსიას იღებს მარტო. არამედ იღებს მე ჩვენთან ამ ფონდებს აკრძალული აქვს მსხვილ საინვესტიციო პროექტებში ჩართვა. ეს აკრძალვა უნდა მოიხსნას. რაც შეიძლება მალე. თუნდაც იგივე ახლა საინვესტიციო ფონდის ჩარჩო ფარგლებში შეიძლება ამ ფონდების ჩართვაც. რატო არ უნდა ჩაერთოს? რატო არის ეს შეზღუდვა? რატო უნდა იყოს ეს მონოპოლიზებული? ხო, ბატონო ანზორ, აქ ახლა თქვენ რას ბრძანებთ, შეიძლება ამის გაგრძელება რთული თემა მეხლა აი მარტივ სულ თავიდან რო დავიწყოთ, სულ თავიდან. დღემდე ქვეყანაში დეფინიციაც კი არა გვაქვს. რა არის პენსია, რა არის სადაზღვევო შენატანი და რა კომბინაციით დგება შემდგომ თქვათ დონე უზრუნველყოფისა. საპენსიო იქნება შრომის უნარობის თუ გნებავთ უმუშევრობის, გნებავთ ჯანმრთელობის დაზღვევას. ანუ უბედურება რა შეეც მე რატო ვამბობ ამას გულისწყვილით 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში ეს წერია რომ ეს გაკეთდებოდა. ჩვენ არათუ გაკეთებაზე საუბარი ბატონო დისკუსიის დონეზეც კი ვერ მივიდეთ აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე აი ეს რაც მე ახლა რატო ვამბობ? მე მართლა ჭეშმარიტად გულშემატკივრის პოზიციიდან ვლაპარაკობ, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი მე პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, იმიტომ ეს ათეული წლები ამ იდეოლოგიას ვატირაჟებ ჩემს ქვეყანაში, რაღაცას ვაკეთებდი, რაღაცას გამოვიდა, რაღაც არ გამოვიდა, აშენ. მაგრამ მე ხომ ყველაზე ასე ვთქვათ, ნამდვილად ვიცი, რომ რა დღეს რა ხვალ ამ ამოცანის გადაწყვეტა ჩვენს ახალგაზრდა სახელმწიფოს მოუწევს. და რაც მეც ვაგვიანებთ და გადაიდება ეს ხვალისთვის, ზეგისთვის, მერე მაგრი 2003 წლის მერე ბატონო ანზორ არათუ პრაქტიკულად, არამედ
აზროვნების დონეზეც კი წინ ნაბიჯი არ არის გადადგმული სადაზღვევო პრინციპებზე სოციალური პოლიტიკის გადაყვანას. აი მაშინ მიშას ხელისუფლებამ რომ გააუქმა კანონმდებლობა, იმის მერე დღესაც მოვდივართ აი ქართული ნოვაციით, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ აქვს. აი მე მაგალითად ამიტომაც ვამბობ ამას, რომ ჩვენ ძვირფას ახალ მომავალ ხელისუფალს ურჩევდი, რომ პროგრამაში გაეზიარებია ეს ამის გადახედვისა, რატო ვერ გაკეთდა, შეაფასოს და დასახოს. აქ დიდი გამოსაგონებელი ველოსიპედები ნამდვილად არ არის, უბრალოდ გასაკეთებელია და უნდა გაკეთდეს. განათლებაზე ბრძანეთ ბატონო აზორ და აი თქვენი აზრი იქნება ძალიან საინტერესო. რა გქონდეთ? თქვენ უმაღლეს სკოლას შეეხეთ, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი, რამე თუ თქვენი ნაშრომები წაკითხული მაქვს. მეორეც, საშუალო ტექნიკური განათლების დონე. ანუ ის, ვინც მუშახელს, კვალიფიციურ მუშახელს უნდა ქმნიდეს, როგორც პროფტექნიკური განათლების სახით არის ცნობილი. ეს რომ საერთოდ მიტოვებული არის ბატონო აზორ. ვერცაც გეტყვით, იცით, ბოლო ახლა ბიუჯეტის თვალსაზრისითაც გეტყვით. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ათვისებაც კი ვერ მოხერხდა. და ყოველთვის მე კორექტირებები შემცირებებს რომ ამ მუხლი გადადი. ანუ ეს რომ არ გადმოვითარეთ. აი რომ ვიძახით, აღშენობა უნდა დაიწყოს. ვიღაცამ უნდა აშენოს. და ამ დროს ამ წეს სპეციალისტი თქვათ, ელექტრიკი, მლესავი, მღებავი და ასე შემდეგ, ანუ ის რომელსაც ამ საშუალო ფენას ვეძახით. როგორ აქვს? ღმერთმა გვისმინოს და წავიდა დიდი მშენებლობები რაღაცა. ვინ უნდა ემუშაოს? თუ სპეციალისტი არ აქვს. და აი ეს დამიკავშირეთ ბატონო ზურ კიდე მეორესთან. მე უხეშ სიტყვას ვიტყვი ახლა აი ცეხი კნინობითად ვამბობ ამას. უმაღლესი სკოლა ბევრგან გახდა ცეხის დონეზე. სწორად ურჩევ თქვენ გაერთიანებისაკენ და თქვათ არ დაკარგონ თავის, მაგრამ მეორე უფრო დიდ ფასეულობასაც რომ მივაქციოთ ყურადღება. ბავშვი როდესაც მიდის და არა სრულყოფილ განათლებას ღებულობს 4 წელი რომ დაკარგული აქვს რეალურად. მე არ ვამბობ მან სახსრებსაც კარგავს ოჯახი და ამ დროს განათლებას ეხლა აქ არანაირ იმაზე დიქტატურაზე არ ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ სტანდარტები მოთხოვნილები მეტი უნდა იყოს. აი თუნდაც თქვენ რომ ხაზი გაუსვით როგორ არის თქვა ფიზიკური კულტურის და გაჯანსაღების ბაზები არსებობს ხო შეიძლება აქ თუ არა. გულწრფელად თქვა და თქვენ მოღვაწეობთ აუდიტორიაში მეც მიწევს რაღაცეები და გულწრფელად ვიტყვი მე არა ვარ კმაყოფილი მოზარდი ახალგაზრდობის ფიზიკური მდგომარეობით. მიჯაჭულები არიან კომპიუტერს, მიჯაჭული რაღაცეებს და აი 100 მეტრის სირბილის გამოსთა რომ ჩაუტაროთ, იცით რა შედეგს მივიღებთ? იცით კი არა მომიტევეთ, თქვენ ძალიან კარგად იცით, ჩემზე კარგადაც იცით, ამათ ყოველდღე ვუყურებთ ამ ახალგაზრდებს. პრობლემა ესა ბატონო ძალიან დიდი პრობლემა. ახლა უნახავს ვინმეს ევროპაში ან ამერიკაში ძლავრი უმაღლეს სასწავლებელი, რომელსაც მთელი სპორტული კომპლექსი არა აქვს ბავშვების განსახებისათვის. ახლა ეს პატარა 2 და 3 სართულიან შენობებში ვითომ რომ უნივერსიტეტებია გახსნილი, იმათ ამის ბაზა აღარა აქვს, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ თუ ვიღაცები ერთად გაერთიანდებიან, გაიყონ ბატონო წილებით, რა ვიცი როგორც იქნება. არის მე ამას ისე დამოკიდებულება. მე გეთანხმებით, არა, აი ხშირად აი პრობლემა ხელოვნურა. ეხლა ამ ჩვენ ამ თემაზე რომ საუბრობთ, ეს არ უნდა იქნას გაგებული, რომ ამათ წინაამდე წავიდეს კამპანია. ეს უნდა იყოს მათი მხარდაჭერა, მხარდაჭერა. ახლა მე გეტყვით ეს უნდა დაიხუროს ეს ეროვნული გამოცდების ეს სქემა რაც არსებობს ახლა. სკოლაში ისმის უკვე ისმის კი არა, რაც უფრო მალე მიიღე. მე მგონია რომ 2016 წელს უნდა ამოქმედდეს ეს. ეს უნდა მიიღონ შესაბამის დონეზე საკანონმდებლო აქტი და ეს უნდა დამთავრდეს და ეს მიმინოშვილის სამქრო უნდა დაიხუროს. მე პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ზედმეტი ხარჯი სახელმწიფოსთვის, ზედმეტი სტრუქტურა, არაფრის გამკეთებელი ეს უნდა დაიხუროს. ჯერ ერთი ბავშვები ამდენ გამოცდას აბარებენ სკოლაში. მეორე, თქვათ მე უმაღლეს სასწავლებლები არის რომ მათი დატვირთვა აი წელს რაც გააკეთეს. მიეღოთ ეს ბავშვები რა უნდა ამ გადაწყვეტილების მიღებას. ამას უნდა ერთი თავისუფალი აზროვნების მქონე ადამიანის ასე ვთქვათ რჩევა და გათვალისწინება და მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ისინი სემესტრების განმავლობაში ვერ დააგროვებენ კრედიტებს ისა ეს უნდა გულისხმობდეს კანონით მათ გადასვლას პროფესიულ დონეზე. დაუშვათ მიეცეს იქ, აი მე გეტყვით, იქაც მიეცეს საშუალება. თუ ის შესაბამის კრედიტებს დააგროვებს 3 წლის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში. თქვა 180 კრედიტს, 120 კრედიტს სიტყვაზე ვამბობ, ხო? და შესაბამისი შეფასებები ექნება. ის
შეიძლება დაბრუნდეს ისევ კი ბატონო ბაკალავრიატის სისტემაში. აი ესეთნაირად შეიძლება ამის მოწესრიგება. ანუ ბატონო აზორ, ახლა ჩვენ გადაცემის ფორმატი ამ შემთხვევაში სხვა კითხვით. დიახ, ამიტომ შევჩერდი. უბრალოდ აქ უნდა ვთქვათ ასეთი რაღაც. პროგრამაში მე მგონი, რომელიც უნდა წარმოადგინოს ახალმა გუნდმა, ამის დეფინიციები ჩატარება შეიძლება მოკლედ ჩაწარმოადგინოს. აი მე უნდა ვიცოდე, რას აპი უმაღლეს სასწავლებელი ჩვენ ვაპირებთ შევუერთდეთ ევროპულ კონვენციას. გასაგებია, მე გეუბნები კონკრეტულად, როგორ იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, როგორ იქნება პროგრამები, იქნება თუ არა ის მისადაგებული, მაღალგანვითარებული ქვეყნის პროგრამებთან და მესამე იქნება თუ არა პროფესორა მოწოდებული. არ იგივე არის საშუალო განათლების ზონეზეც. მასწავლებლები არ შეიძლება ყოველ წუთას კონკურსი, ყოველ წუთას მასწავლებელი ისედაც იქთან არის მიჯაჭვი და მუდმივად ვითარდება და უნდა მიეცეს მას მუშაობის საშუალება და ჩვენ მე ვაკვირდები ამ სფეროს, მასწავლებლები არიან ძალიან ძლიერი სტრესის ქვეშ. პრაქტიკულად ეს არის არა თქვა კონკურსები, არამედ ეს არის რაღაც დაშინებისა და დატერორების სისტემა. აქეთ უნდა გამოვიდნენ ეს ადამიანები, არ შეიძლება. რა თქმა უნდა. და იგივე თქვენ ცოდნაზე რო ახსენეთ. განათლებასთან ვიდარებ. განათლება არის მართვის დონეზე საჭირო. ხო ხედავთ აგერ ერთმა ყოფილ გამგებელმა მეორეს ყური მოაჭამა და სანამ კანიბალიზმამდე დავიდა ხალხი კაცი. და ბატონო აზორ, ორი საკითხი, აი მოკლე კომენტარი თქვენი, რომელსაც მეც და ჩემ არაერთი სტუმარი თქვენი მეგობრები, ჩვენი საერთო მეგობრები და კოლეგები ამას ხაზს უსვამთ როგორც პრობლემას. ეს არის ანტიმონოპოლიური სამსახურის გმედუნარიანობის ამაღლება, რაღაცა რომ აქ ვერ გვაქვს თლად კარგად საქმე, ვიცით. ერთი ვითომ დავაჯარიმეთ 55 მილიონით და აქ იმის მერე კაც არ გაუგია რა ხდება, როგორ ხდება, ვითომ მედიკამენტების ბაზარს ვსწავლობთო და კაც შედეგი არ გაუგია. ერთი აი ამ საკითხზე თქვენი პოზიცია, მე რატომ პროგრამაში უნდა ისახოს ისა? მე ამას ვამბობ და მეორე საკითხი ბატონო აზო. აი გულსფერად ვთქვათ. პროგრამულად იყო ჩაწერილი თავის დროზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობთ, რომ ეს არის საფუძველი დემოკრატიის და ასე შემდეგ. შესანიშნავი ფორმულირება დაიწერა ჯერ კიდევ 2012 წელს, ხო? არაფერი სამი მსგავსი არ არის გაკეთებული. აი აქაც რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ? აი მაგალითად პროფესორი იაკობიძე ამბობს და მე სრულიად ვიზიარებ ამას, რომ სამართლებრივი სამოქალაქო სამართლის სფეროში დარჩაო მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემა და აქეთ ეკონომიკურ სივრცეში პრაქტიკულად არაფერი არ კეთდება. ვიზიარებთ. ანუ თქვენი დამოკიდე მე ვიცი ადრეც გვისაუბრია ამაზე, რომ ამ კუთხით მეტია გასაკეთებელი. თქვა ნოვაციაზე, ცოდნის ეკონომიკაზე და რაღაცა. კიდე ერთხელ მინდა რომ თქვენ მეცნიერული მოღვაწეობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სადაც არის. დღეს ახსენეთ, ახლა გაგვიდა მე მინდა უფრო გამოკვეთილად ვბრძანოთ. იქნებ საგადასახადო შეღავათებით. გარკვეული პროტექციონიზმი გავწიოთ ასეთი ნოვაციების და სიახლეების მიმართ და ამით ხვალდაზე ბევრად მეტი შედეგი მივიღოთ. მე გეტყვით ანტიმონოპოლიური მიმართულება ეს თეორიიდან ჩვენ კარგად და 100 წელზე მეტია ეს იხვეწება ამერიკის შეერთებულ შტატებში. კლეიტონი, შერმანი და ასე. კი ბატონო. არა, თეორია ცნობილია. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ეხლა ეს ცოდნა იმიტომ გჭირდება რომ პრაქტიკაში ეხლა არის იდეების პრაქტიკაში გარდასახვის ძალიან ხელსაყრელი პირობები. ასე განხორციელება და იდეები არასდროს არ ყოფილა. ეხლა ანტიმონოპოლიური მას სჭირდება რა ხელი არ შეუშალო მარტივად. აქ სირთულე არაფერში, მაგრამ კანონი უნდა მუშაობდეს ძალიან მარტივად. ის ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც ხელს შეუშლის ამას, უნდა ისჯებოდეს. ძალიან მკაცრად. ვინც ხელს უშლის მუშაობაში. ჩვენ გვაქვს ერთი ფანჯრის პრინციპით რეგისტრაციის თემა მოგვარებული. მაგრამ ვერაზოს საქმეს ვერ დაიწყებ. ჩვენ ეხლა ის ცნობა კი არ გჭირდება, კაცო, ჩვენ ცნობა და წესდება კი არ არის. მოქმედების საშუალება. შესანიშნავია. საგადასახადო სისტემა უნდა იყოს მეგობარი ამ ახალი საწარმოებზე, საერთოდ მცირე და საშუალო. პრევენციას უნდა ახლა, აი გეტყვით ახლა მე რა დამემართ. გადავიხადე ისა რა ქვია, ახალი ამბავია. დამჭირდა რაღაც რეჟიმი მივიდა და დაყადაღებულია ჩემი ისა რა ქვია, იპოთეკით არის დატვირთული ჩემი ქონება. რატო? რო გადავიხადე ეს დეკლარაციით განსაზღვრული თანხა ქონების.
იქო რაღაცა დაგერიცხა. შეკაიგაზო ყველაფერს მეთვლი და შემომითვალე. ეხლა უნდა მივიდე, არაფერი არ არის იქ ყველაფერი გადახტილი მაქვს. უბრალოდ ის არის რომ გადავიხადე ელექტრონულად და SMS-ები შენახული მაქვს. მომივიდე ელისაშვილივით კი არ ვარ მე ყველა. ხო და ეხლა მეუნება და 123. ეხლა არ მივსულიყავი თქვათ მე. არ დამჭირებოდა. არავინ არ მათყობინა. ეს რა არის კაცო? ეს ჩასაფრებაა? ეს მე მაგალითად ასეთი რაღაც უნდა ისჯებოდეს. და შენ უნდა იყო მეგობარი, შენ უნდა შენი მოქალაქის. იგივე საბანკო სისტემა. აი მე გეუბნებით რა. ამ თემას ყურადღებას კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა საქართველო. ისინი არიან იმავე აქციის მონაწილეები, რა ექსპედიციები ჩატარდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. რა კუთხით? იქ თუ გამოყარეს ჩვენ ტერიტორიებიდან ბანკებმა სახლებიდან დაიწყეს გამოყრა და გამოყარეს დიდი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის იპოთეკური სესხებით. ეს არის ხაფანგი, ატყუებენ მოქალაქეებს. მოქალაქეები არ არიან ინფორმირებული. მოქალაქეები არ იციან ბანკთან ურთიერთობა. მოქალაქემ არ იცის რამდენი იბეგრება და რა ნაწილი მიდის, თქვათ, ძირითად ნაწილზე სესხის. რამდენი მიდის პროცენტზე. ეს მე ეგრეთ წოდებული ანიუტეტის პროგრამა საშინელება, რომლითაც ტაო პრივატ ბანკი პრევალირებდა და ახორციელებდა უზარმაზარ ესე იგი დარტყმას მოსახლეობაზე. მე თვითონ მომიხდა, ესე იგი 4 ლარი დატოვეს, რომ ეს 4 ლარი გამხდარიყო 400 ლარი. წარმოიდგინე და მივედი და ქალი ნახე გულწასული. ესე იგი მივიდა მოქალაქე, რომელსაც ეუბნებიან, 0%-იანი განვადება. იმას გონია რომ როგორ სარეცხი მანქანა თქვა 1000 ლარი, 10 თვით განვადება 1000 უნდა მივიდა და ტაო-პრივატ ბანკმა დაუნგარიშა 1800. ის ეუბნება, ის ბანკის პროცენტია, რა მნიშვნელობაა? ბანკის პროცენტია თუ ვინმე სხვის პროცენტი? ფაქტიურად 80% ძვირად მიყიდეს საქონელი. არ შეიძლება ასე ატყუებდე მოქალაქეებს. ბანკები პირდაპირ არიან ჩართული ამაში. აი ეს ჩვენ მოსახლეები, მე ამას წინათ ვფიქრობ, აი მომხმარებელთა დაცვის ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა დაიწყოს. ესენ უნდა მოითხოვდნენ მონიტორინგ საბაჟოებზე, რა შემოდის, ვის შემოდის და როგორ. ვის არაძლევენ უნდა იყოს ცხელი ხაზი, რომ დარეკევენ, აი ბატონო ოთარ მიშველეთ რამე იქნება, აი რადგანაც შეიქმნა და ვინც არის რა ეტყვი, მიშველეთ, აი მოვიდა საგადასახადო, ნაცვლად იმისა რომ შემატყობენ რაღაც, მაგრამ ოპერატიულად იყოს რეაქციები ამაზე. თუ ეს არ იქნება, ვერ განვითარდება საშუალო და მცირე ბიზნესი. ხან საზოგადოებას უნდა კონტროლი გავლენა და დაისახოს კურსი, რომელზეც მუდმივად საჭირო არ არის საუბარი, მაგრამ ეს უნდა იგრძნობოდეს. გეთახმებით. ჩვენი ეკონომიკური სივრცის გაფართოების იდეა. მან უნდა გადაფაროს რეალურად კონტროლირებადი პოლიტიკური სივრცე. ჩვენ მივადექით ბატონო ანზორ, ჩვენი საუბრის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, რა თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ ეკონომიკური სივრცე უნდა გავაფართოვოთ და ეს უნდა იყოს მეტი, ვინმე თქვა პოლიტიკური. ამისათვის აი უპირველეს ყოვლისა რეალურად რო შევხედოთ, უმთავრესი პრობლემა ჩვენი სახელმწიფოზე და ნაციისას პირდაპირ თქვა ეს არის ჩვენი აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა. ბუნებრივია რომ ის პრობლემები, უბრალოდ ის გარღვევები, რომელიც ეს საუბრის დასაწყისში და აღნიშნეთ, რომ ვიზებთან დაკავშირებით თქვა აბრეშუმის გზა და სხვა და სხვა, ეს რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი ის ალაპარაკო თემა ჩვენს მოძმე აფხაზებთან, იმ გაგებით რომ ამით ეს პროგრესია, ისიც ჩვენთან ერთად უნდა იყოს ამ პროგრესს დაქვემდებარებული ერთად უნდა გავიაროთ ეს გზა, მაგრამ ბატონო ანზორ აი აქაც იქნებ ახალმა ხელისუფლებამ, აი ახალ ხელისუფლებამ კი არა, სამთავრობო პროგრამაში იყოს უფრო გამოკვეთილი პრობლემა, რას დაისახავს მიზნად ახალი მთავრობა, ახალი შემადგენლობა, თქვათ ამ როგორც ბატონი პროფესორი ჯემალ კახოკიძე ბრძანებს ჩვენს განდგომილ რაიონებთან, რეგიონებთან მიმართებაში რა შევცვლით, იქნებ ჩაიწეროს. მე მაგალითად ვატირაჟებ კარგა ხანია უკვე ბერწელზე მეტია რომ ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო კომისია ახლა შექმნილი, ჩვენ ყველას გვახსოვს ბატონო ანზორ კარი რომელიც ტერიტორიულ მოწყობას გვია, თქვა ეს უნდა გადავწყვეტოთ მაშინ როცა გადაწყდება ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
ასე რომ უკვე 23 წელი გავიდა და ასე ამ ჩანაწერით რომ ვერ გავა ეგ და ვერაფერს ვერ მივახცევთ ეს მე მგონი დღესავით ნათელია იმიტომ რომ ჩვენ უფრო გაცხადებული უნდა გქონდეთ თუ რა გვინდა რას ვთავაზობ და როგორ მე მაგალითად ასეთი რაზეც მომხრე ვარ და ბევრ ჩემს სტუმარს ვკითხე რამდენიმე პუბლიკაციას მქონდა დადებითი გამოხმაურებები ბევრია და ხა აი ჩემი სტუმარი დღევბრძანდები თქვენ ადამიანი უცებ უკვე ვთქვი თქვენ მეცნიერი ბრძანდებით პარლამენტარიზმის დიდი გამოცდილება სახელმწიფო მოხელეობის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ღიად ვიტყვი ხა ბატონო მანზორი იცით მე პერმოტნე კაცი არ ვარ ჭკუას აკითხავი კაცი ხართ ჩვენი საზოგადოებისათვის და ვწუხვარ იმას რომ ეს რესურსი კარგათაც რო არ არის გამოყენებული ჩემს ქვეყანაში ამას მაგ გულწრფელად ვწუხვარ კიდევაც მაგალითად ასეთი თეზა რომ ამ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ წინადადებით განხილულ ახლა ჩემზე ჭკვიანები არიან ალბათ და თქვათ ესეთი რამე რომ მოდი ჩაუწეროთ აქ თქვათ ასეთი რამე რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებლები არიან ქართველები და აფხაზები იყოს ეს გარანტია აფხაზისთვის იმიტომ მას თავის იდენტობის შენახვა უნდა შენარჩუნება უნდა მეც როგორც ქართველს მინდა რომ მისი იდენტობა იყოს შენარჩუნებული გავცდეთ აი ამ რაღაც კლიშეებს ბატონო მე-19 საუკუნის პოლიტოლოგიურ ცნებებს რომელიც გლობალიზაციის ფონზე ძალიან არარაობად ჩანს უკვე და მართლაც ცნებებად იქცა და მეტი არაფერი აი აქ იქნებ ღირდეს ამაზე დაფიქრება და არა იმგვარად თქმა რომ იცით რა მე ახლა არ მცალია აფხაზებთან სალაპარაკოდ ახლა არ მინდა გვარები და სახელები დავასახლო პოლიტიკოსები ამბობენ ახლა ჩვენ იქ რაღაცას ვიზამთ და მერე დაველაპარაკებთ იქ აი ამ კუთხითაც შევხედოთ ჩვენს გარღვევებს ბატონო მაზურ შევხედოთ იმასთანაც დავაკავშიროთ რაც ამ დღეებში გველოდება რომ პროგრამა ახალი უნდა წარმოადგინოს ახალმა კანდიდატებმა ჩვენი ახალი მთავრობისა იქნებ ღირდეს რომ აქაც რაღაც ჩაიწეროს უფრო ნიშნულოვანი და უფრო ნათელი და როგორც თქვენ გიყვართ ხოლმე რომ ახმადი უნდა იყოს რაღაცას რომ თავაზობთ ხელისუფლება ადამიანმა უნდა გაიგოს რაშია საქმე. მე ვთვლი რომ ეს არის უკრავი თემა. აი ყველაფერი რაც ჩვენ თქვით ეს უნდა ჩამოყალიბდეს მთელი ეკონომიკური კონცეფცია, მთელი პოლიტიკური კონცეფცია, სოციალური კონცეფცია, ყველაფერი სამი ძირითადი საკითხის გარშემო რომელთა შორის უპირველესი და უნდა გაეცეს პასუხი კითხვას. რა პერსპექტივას ვისახავ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. მეორე, რაზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, სოციალურ-ეკონომიკური წონასწორობა და მესამე, რომელიც ასე თავში შევეხეთ და ვილაპარაკეთ ზოგს და მკაცრად შევეხეთ ზოგს ლოიალურად. როგორი უნდა იყოს შედარებითი ნორმალური პოლიტიკური კონსენსუსი ქვეყანაში? ამ ეს ქვეყანა რომ განვითარდეს და სუნთქავდეს და სისტემურად ვითარდებოდეს. ტერიტორიული მთლიანობა, სოციალ-ეკონომიკური წონასწორობა, პოლიტიკური კონსენსუსი. აი სამი კითხვა რომელიც მე ამაზე პასუხები მაქვს. და მეგობრებს ჩვენ ვიკრიბებით ხშირად დიდი ხანი აქეთ-იქ და თუ ვიგზენით ჩვენ რომ იქნება შესაბამისი სიტუაცია და გარემო რომ და შესაძლებლობები ჩვენ ვეცდებით როგორც ერთიანი ძალა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. თუ მოგვეცემა, იმიტომ რომ ეხლა სხვა ვითარება შეიძლება ეხლა პოლიტიკური ველით წარიელია მე პირდაპირ გეტყვით. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მე რეალურად თუ კიდევ მოიყვანეთ თქვენ სტუდიაში კონცეპტუალურად თუ შეუძლია პასუხი გაცეს ამ სამ კითხვაზე ვერ გასცემ მე თამამად გეუბნები აი კიდევ მოიყვანეთ ეს შოუებს რო ატარებენ და დადიან და ეს ბატონო აზო პირდაპირ გეტყვით რომ მე ჯერ თითქმის 100-მდე გადაცემა გავიდა პირდაპირ ეთერში ჩემი პროგრამით აქა არც ერთი პოლიტიკოსის სტუმრად არ მყოლია და არც ეგრეთ წოდებული ექსპერტები, აი გინეკოლოგიიდან კოსმოლოგიამდე რო ყველაფერი იციან. აქ ძირითადად კი აბსოლუტურად არიან სტუმრები. მაგრამ ეს მისი ნაწილი, ეკონომიკური ნაწილია, თუ არის, რა თქმა უნდა. აი ამ ეკონომიკურ ნაწილზე ალბათ ეს პროგრამაც ემზადება იმისთვის, რომ პარტიები ალბათ ნებსით თუ უნებლიეთ უნდათ არ უნდათ ამ პროგრამებს დაწერენ და მე შევეცდები ეს ადამიანები აქ მოვიწვიო და ვერ დაწერენ. მე გეუბნებით ვერ დაწერენ. თუ ნახოთ ყოველ შემთხვევაში წესია რაღაც იმ შემადგენლობით რაც არიან ვერ დაწერენ. ახლა მე გეტყვით რას. ბევრი ჩემი მეგობარია. იმიტომ რომ ამ პარტიათა დიდი ნაწილი არის მერკანტილისტური. ჩვენ ეს ღიად უნდა უთხრათ საზოგადოებას. ეს როგორც ნარკომანი არის, წამალზე დამოკიდებული, ისე არის ფულზე დამოკიდებული. ეს ერთნიშნულოვნად აი ჩვენს მეორე საუბარში. ეხლა მე გავაგრძელებ იმას, რაც მითხარით. აფხაზეთთან დაკავშირებით. მე უფრო მეც გეტყვით. ჩვენ უნდა გამოვიდეთ
იმ საბჭოურ პერიოდში ჩამოყალიბებული და მე რაღაცნაირად სხვადასხვა წარმოდგენილი სახელმწიფოებრივი სივრცის თეორიიდან. ჩვენ ეხლა გვაქვს უნიკალური შანსი. ისე როგორც მე ჩემი თვალსაზრისით მოგახსენეთ სააკაშვილის რეალობასთან და ნაციონალური მოძრაობის რომის გადაულოცეს უკრაინას და იქ არის პრობლემა, ამას ვერ გზნობენ ესენი. ასე გეუბნები, დღეს საქართველოს ისეთ სიტუაცია დღეს ამ წუთას მან სხვა თემები უნდა წამოწიოს წინ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რეგიონული ერთიანობის იდეაზე. ერთიანი სახელმწიფოებრივი რეგიონული ერთიანობის იდეაზე, ამას პერსპექტივა აქვს. ჩვენ გვაქვს უკვე გასასვლელი ფანჯარა ევროპაში, როგორც პეტრე პირველმა გაუჭრა პეტერბურგის უშუალოდ რუსეთს ფანჯარა ევროპაში. დღეს ჩვენ უკვე ღიად გავდივართ, პატარა ბილიკი გვაქვს. ჩვენი მეგობრები და მეზობლები ჩრდილოეთით იმიერ და ამიერ ამ სქემას მოებმებიან. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ლოიალურები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ახლა რა არის სამუშაო აქ. ჩვენ იგივე აფხაზებთან რო ვიგრძნოთ ერთიანად თავი, ისიც უნდა გრძნობდეს ახეთ, ხო? რა არის ეს? ამიტომ ჭირდება მას მეცნიერული მიდგომა. აი მაგალითად არსებობს რამოდენიმე ფაქტორი. პირველი, კომუნიკაციური ფაქტორი. მეორე, ტერიტორიის განცდის ფაქტორი. მესამე, ეკონომიკური ფაქტორი. მეხუთე, მეოთხე, ფსიქიკა და მეხუთე კულტურა. ამ ხუთიდან სამი არ მუშაობს დღეს. კომუნიკაციური ენის ფაქტორის არის, ტერიტორიის განცდა იცით, ამაზეა ბრძოლა. ფსიქიკა მორყეული, მოშლილი, ტრანვირებული. დარჩა ორი, ეკონომიკა და კულტურა. ეხლა, როდესაც მეცნიერულად ვაზროვნებ ჩვენ და დავждები და თუ მთავრობაც ასე იფიქრებს, იმ წუთას ამ ხუთი ფაქტორიდან უკვე იციან პრიორიტეტი ეს ორია და აი აქეთკენ რა დოზით მიმართონ და აგონიზირებით აი აქ პროგრამულ მიზნობრივი ბიუჯეტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება თქვა ამ მიმართულებით ეკონომიკური პროგრამა, მეორე კულტურული პროგრამა და აი რა განხორციელება. რა უნდა გაკეთოს პირველ რიგში? არის ღონისძიება, რომელსაც ფული არ ჭირდება, კაპიკი არ ჭირდება. ვუკარნახებ ჩვენ ახლა მთავრობას. მიიღეთ კანონი განსაკუთრებულად დაზარალებული რეგიონების შესახებ. და თუნდაც ერთი მიმართულებით. ყველა ეკონომიკური სუბიექტი, რომელიც ამ დაზარალებულ რეგიონებში ფუნქციონირებს, მთლიანად თავისუფლდება საქართველოს გავლით ექსპორტ-იმპორტის გადასახადისაგან და სახელმწიფო უწესებს მას 20-25%-იან დიფერენცირებულად სახელმწიფო შესყიდვას. ბატონო. არის თუ არა ღონისძიება, ფული ჭირდება ამას, მაგრამ უყურეთ აი ამ ეკონომიკურმა გადაწყვეტილებამ როგორი სწრაფი შედეგი გამოიღოს და გავლენა მოახდინოს ფსიქიკაზე. ბუნებრივია. აი ეს არის, ამიტომ ვამბობ, ჩვენ ვამბობთ, ეკონომიკური წესრიგი, პოლიტიკური, სოციალური სამართლი, აი სამართლებრივი წესრიგი როგორ რეაგირებს ეკონომიკა, ფსიქიკაზე, სოციალური. აი ეს არის, ეს აი ამ მაჯაზე უნდა გვედოს. ეხლა კიდე ჩვენ ვიგონებთ სეპარატიზმის იდეებს. მეგრული სეპარატიზმიც გაისმის აქ. ხო, ხვედა თქვენ მეგრელები ვარ და ჩვენ თქვათ მაშინ რა. და გითხრათ, ეს არის სისულელე, ეს სამეგრელო. ეს ვიღაცებს უნდათ ეს 91, 12, 13, 14 რაღაცას. მე გეტყვით ერთ რა. უფრო ადრეც. ახლა მარტვილში ვიყავი ჩვენ. და გახდით ზურა შარია იყო, ბატონი გურამ საღარაძე იყო და რაღაც ასხედით მურთას ხურცილა და საუბრობდნენ. ახლა რატო არ იქნება მეგრული სეპარატიზმი არასოდეს? აი მარტვილის მონასტერში ფაქტურად რეგენტი იყო ჭყონდიდელი. გაზარდა მომავალი მონარქი დიდი სახელმწიფო შექმნის იდეიდან. სამეგრელოში ვიდება დიდი სივრცის იდეა, დიდი სივრცის შექმნის იდეა და არა ლოკალური სეპარატისტული იდეა და ეს პასუხი გაცემულია ყველაფერს. ალბათ იქ ჩამოდიოდნენ ეს ტომები, რომლებიც ეძებდნენ თავიანთ ადგილს ამ სამყაროში მონახეს იქ თავშესაბარი ეს ყივჩაღებზე მართლობარი ასე რაღაც ჩააყენეს დიდი იდეა სამსახურში. ეს იდეა იბადება იქ და ამიტომ ეს არის ყალგასული, ეს არის ჩამორჩენილი ადამიანების თემა და აზროვნება. სამწუხაროდ აფხაზების ნაწილი მოექცა ამაში, მაგრამ ისინი გონსმოვლენ მალე. ისინი დაინახავენ გასასვლელი აქედან. სწორედ ეს გლობალური ურთიერთობის ეს მიმართულება ჩემთვის მისაღებია. არა ის თავსმოხვეული გლობალიზაცია და ეს ჩვენთვის მისაღებია. ჩვენ უნდა ვიყოთ კარგ ახსნით. ჩვენ უნდა გქონდეს პრინციპი. თუ აფხაზები არ შემოგვიერთებიან ჩვენ შევუერთდებით მათ. ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობა. თავდაყირაა დასაყენებელი. საქართველოს უნდა დაეუფრინდეს რაიონული დაყოფის პრინციპს. ეს არის ილია ჭავჭავაძის, ეს არის ნიკო ნიკოლაძის
ეს არის ჩვენი დიდი მოაზროვნეების იდეა, ეს მათ ჩადეს, ეს არაფერი საბჭოურთან ეს არა გინდა საბჭოური იყოს თუ კარგი იქნება რამე რატოა ცუდი. თვითონ რუსეთის იმპერიაც კი კავკასიას ერთიან სივრცედ განიხილავდა. როგორც მის ნაწილს. რუსეთის იმპერატორის მეფის ნაცვალ საქართველოში, ის როეძახ საქართველოში მეფის ნაცვალი ასეთი თანამდებობა არ არსებობდა. იყო მეფის ნაცვალი კავკასიაში, დედაქალაქი თბილისი. ხო, კონკრეტულად. ხო, არა, ასე იყო და რუსეთის მეფე იწოდებოდა როგორ მეფე რუსების, ბალტიელების, ასე ივერიელების. ერთი ბარიათინსკი არის რუსი პოეტი, რომელსაც აქვს პოემა ივერია, სადაც საუბარია ამ თემაზე, ხლა არ მინდა ამაზე გადავიტანო ყურადღება, მაგრამ ჩვენ რატო დავშევამცირეთ ეს ჩვენი საარსებო სივრცე? რატო შევამცირეთ ჩვენ? პატა გუგუშვილს გენიალურადაა გაგწერილი მე-19 საუკუნის პერიოდის კავკასიური ურთიერთობები, ეკონომიკა ამიერკავკასიის დაწერილი. ჩემი ერთმა დოქტორანტმა ბრწყინვალე დისერტაცია დაიცვა ჩემი ხელმძღვანელობით. კავკასია როგორც ერთიანი ეკონომიკური სივრცე. ჩვენ ამის ტირაჟირებას უნდა ვახდენდეთ და არა ესე ჩავიკეტოთ, იმიტომ ჩვენ ჩვენს მეზობლებს, ჩვენი შესაძლებლობებით უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ერთიანობის გზა უკვე საითკენ მიდის. იგივე სხვათა შორის გერმანელები, ეხლა ფაშიზმი რო შემოდენ, გეგმა ჰქონდა. სხვათა შორის ერთ-ერთი არქიტექტორი ამ ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობის იყო ცნობილი გრაფ შულენბურგი, რომელიც იყო პირდაპირ დავალებული, ესე დავალებით, რომ საქართველოს მაშინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმ პოლიტიკურ ვითარებაში, სხვა გამოსავალი არის. როგორ იცით როგორ ერქვა ამ ტერიტორია? არნოში კედანცი, გენერალი არნოში კედანცი იყო. ეს ამ რეიხის ნაწილის ერქვა კავკასიის რეიხს კომისარიატი. შედგებოდა 7 გენერალური კომისარიატისაგან. ეს ამიერი და იმიერი ერთად იყო, რაც არის ავტონომიები და ოლქები, ისინი ყველა იყო დასახელებით აზერბაიჯანის სამხრეთი და თურქესტანის. კიდე ეს არის ირანის საზღვართან, ეს იყო ცენტრი თბილისში. ტერიტორია 500,000 კვადრატული კილომეტრი. მოსახლეობა 18 მილიონი. ეკონომიკის ძირითადი დარგები. ნავთობის მოპოვება და სოფლის მეურნეობა. ეხლა რაღაცები არის, გადახედვა ჭირდება. შენ დამყრობი განგიხილავს ერთ სივრცე და შენ რა გჭირსო ჩაიკეტე ამაში, კაცო? დიახ, ასე რომ ბატონო აზორ ამ ძალიან მართლა საინტერესო და საგულისხმო საუბარში დრო სწრაფად გასულა კიდევაც როგორც იტყვიან. ასეა. ჩემს თორებთან ხშირად მომდის ესა, იმიტომ რომ მართლა ესეა ყველა ესე სტუმარია, არა ორდინალური ადამიანები, უშველებელი და მე სიტყვა მოიტანა და კარგია ესიც რომ ჩვენ ახლა რესპონდენტ კორესპონდენტის რეჟიმში არა გვაქვს საუბარი გვაქვს და ამიტომ ვინ არიან ჩვენ უახლოესი ძმები არიან ჩეჩნები და არნოლდ ჩიკობავა არავინ არ ახდენს წაიკითხონ ნახონ რა რაზია საუბარი რატო იყო ეს კვლევები რას ეფუძნებოდა ჩვენ ეს განათლება უნდა შევიტანოთ აი ამიტომ რაღაც ასე ჩარჩოებში და რაღაც აკვიატებულ შირმებში და რაღაცებში არ უნდა მოექცეს ეს ურთიერთობა და ყველაზე სწორი გზა მაინც ის არის, როდესაც ადამიანები უბრუნდებიან საფუძველს თავის ისტორიას და იქიდან აგრძელებენ. ჩვენ ახლა ვგევართ ისეთ საზოგადოებას, ბატონო, ანზორ, რომელსაც წარსული დაგვავიწყეთ თუ დავივიწყეთ, ამ აწმყოში არეულობები გვაქვს და გაუგებრობები. აი თქვენ ფრაზა თქვით ისეთი, რომელიმე გულზე მოუხდა და მეც ხშირად ვამბობ ამას. იქნების დრო მოვიდეს რა სიძულვილმა დაიწიოს უკან და სიყვარული წამოვიდეს წინ ადამიანი დაუბრუნდეს თავის ნორმალურ მდგომარეობას სიძულვილი ჭეპრობილი ადამიანი არ შეიძლება ნორმალურ გარემოში ცხოვრობდეს ნორმალური იყოს თვითონაც ამიტომ იქნებ ეს დრო მოვიდეს მეთქი ასეთ შემთხვევაში ადამიანები როგორც ხატოვნად ვიტყვით ხოლმე უფრო ფართოდ სიყვარულით გავახელთ თვალებს და სივრცეც უფრო დიდი იქნება და უფრო მარტივად გადავწყვეტავთ უამრავ საერთო პრობლემას და იმასაც, რაც ურთიერთსარგებლიანობაზე არის დაფუძნებული ყველა მხარისას, ხო? ახლა ბუნებრივია მიტევება შესანიშნავია, მაგრამ გაცნობიერება არის აუცილებელი იმის, რა გვაქვს ერთთან მეორე მხარეს ერთმანეთს მისატევებელი და აქედან გავაგრძელოთ მე ისტორიული სვლა. სხვათა შორის ეხლა ვაკვირდებოდ მიუხედავად მე ხშირად ვარ კრიტიკული და ისა. აი პარლამენტის თავმჯდომარე იჩენს ზომიერებას,
კი, უდავ იმ პარტიის მიმართ ვიცი, ჩემი დამოკრები, მაგრამ ახლა არ შემიძლია დადებითიც არ თქვა. თვითონ ამ პიროვნებას აქვს, ესე იგი თავშეკავების, აი გზნობს რომ ის აი პარლამენტის თანამშრომელი და კი, უდავ. ახლა აქ ეს ზომიერების შეგრძნება. საზოგადოების აზრიც ასეთია, სხვათა შორის გულწრფელად. მე არ მინდა ახლა მართლა იერიშზე ვიყოთ ყველას მიმართ, კაცო, მაგრამ არის თუმცა მაგალითად გაუგებრად მიმაჩნია, რომ მისი მეუღლე თავდაცვის მინისტრი აცხადებს. მე ახლა მივდივარ საფრანგეთში საიდუმლო ხელშეკრულებას უნდა მოვაწერო ხელი. რა ის საიდუმლოება? თუ ხმამაღლა საუბრობ. კარგი, ბატონო აზორ, ახლა აქ საუბრის დრო კი ვისა, მაგრამ მოდის შობა ახალი წელი, ყველაზე ძალიან მალე. მინდა თქვენ მოგცეთ საშუალება იმისი, რომ ერთი წუთი თუ ორი დაგჭირდებათ, მიმართოთ ჩვენ ზურბას ტელემაყურებელს, ეს სტილიც არის ჩემი პროგრამის ყოველთვის, ყველა სტუმრის მიმართ და თან გამოვიყენოთ ისიც, რომ ახალი წელი შეგიძლიათ შობა ახალი წელიც მივულოცოთ ჩვენს. მე მინდა მივულოცოთ ჩვენს მოსახლეობას შობა ახალი წელი. სურვილია, მაგრამ იყოს გადადგმული ისეთი კონკრეტული ნაბიჯები, რომ მათი ცხოვრების დონე უკეთესი იქნება. მე მინდა ვთხოვ აქედან ხელისუფლებას, რომ ჩვენ ახალი წლის განწყობა უბრალოდ ადრე დავიწყოთ მომავალ წელს უკვე. აი როგორც ევროპაში ხო შევდივარ ჩვენ, უკვე 2 თვეა სანტა კლაუსებით არის მოფენილი მთელი ევროპის ქალაქები. აი ქალაქი არის ცხოველი ვაჭრობა. შაბათს ტრანსპორტი უფასოა. ხალხი გადაადგილდებიან. ტრანსპორტისგან შემოსავალი კი მცირდება იმ დღეს, მაგრამ სხვა სფეროებიდან უფრო მეტი შემოდის. ხალხი დადის, ვისაც ფული აქვს ხარჯავს, ვისაც ფული აქვს რომ დახარჯავს. ის ფული აუცილებლად გადანაწილდება იმათ ოჯახებში, ვისაც ნაკლები შემოსავლებია. და მე ყველაფერს ჩემს ქვეყანას, ჩემს სათაყვანებელ საქართველოს უსურვებ ბედნიერებას. მე უსურვებ იმ ადამიანებს, ვინც სიძულვილის ენით საუბრობდნენ, დაფიქრდნენ. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, მუდმივად ჩვენ არავის არ ვიქნებით ამ ქვეყანაზე, ეს არის ჩვენი ყოფა ამ ქვეყნად ორ დიდ საიდუმლოებას შორის, ორ დიდ განზომილებას შორის, რასაც ჩვენი დაბადება და გარდაცვალება ქვია და ნუ გავაკეთეთ ის, რომ გაუმწაროთ ერთმანეთს სიცოცხლე. თქვენს მოზომეთ და მე ახალ წელს გილოცავთ ყველას, განურჩევლად ყველას, მე ვეთანხმები ახ პოლიტიკა არაფერ შუაში არის. რა თქმა უნდა. აი ესე მინდა გაბრწყინებული ჩვენი სამშობლო ვიხილოთ უახლოეს პერიოდში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო აზორ, მეც ვერთდები თქვენს კეთილ სურვილებს, თუმცა მე კიდევ მექნება შეალოება ახალ წლამდე შევხვდეთ ზურფასო ტელემაყურებლებო, მაგრამ მაინც ყოველთვის შემიძლია მოგელოცოთ და საუკეთესო გისურვოთ ყველაფერი. და მოდით ასეთი სლოგანით დავამთავროთ, რომელიც თქვენს ბრძანეთ, მეც ხშირად ვამბობ, არა სიძულვილს და გაუმარჯოს სიყვარულს. ყველაფერი კარგად იქნება ამ ფონზე. ზურფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ შევხვდებით შაბათს, ჩვეულებრისამებრ 19 საათზე, ახლა კი ნებავამეცით თქვენი სახელით, ჩემი პროგრამის სახელით, გულწრფელი მადლობა მოახსენო ბატონ აზორს სტუმრობისათვის ამ ძალიან სერიოზული და საინტერესო საუბრისათვის. პერსონალურად მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელი ბატონო აზორ, თქვენ დიდ კოლექტივს, ოჯახს, თქვენ სამეგობროს და წარმატებული და ბედნიერი წელი გქონოდეს ყველას ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე, გაიხარეთ.